დღევანდელი დღე ეძღვნებოდა წლის საუკეთესო დონორების გამოვლინებას. ანალოგიურად დღევანდელი დღეს ისტორიული მნიშვნელობის არის 90 წელი შეუსრულდა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს, სადაც კომპანიამ გადაწყვიტა დამფუძნებლობა უშუალოდ ყველა თანამშრომლებისთვის, ვინც კი ჰემატოლოგია ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში გარკვეული წვლილი შეიტანა, დაჯილდოებულიყვნენ საპატიო სიგელების სპადით. გვაქვს უფლება, გვაქვს ძალიან დიდი დასწრება ანალოგიურად დაავადებათა კონტროლის პალატის, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების და უცხო ჩამოსული სტუმრების, რომელიც აქტიურად არიან ჩაბმული კომპანიის მუშაობაში. უანგარო დონაცია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისათვის, განსაკუთრებით დღეს, როცა რეფორმა უკვე ამ საკითხით დაწყებულია და ძალიან დიდი შრომა მიმდინარეობს უანგარო დონაციის მოზიდისა და ახალი ბანკების გასანათებლად. სისტემის გადასხმა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვის დიდი პატივია დღევანდელ ღონისძიებას ვესწრებოდი, ისევე როგორც დიდი პატივია ვიყო დონორი, რომ დონაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ადამიანის მიერ გაგებულ სიცხეს შეუძლია სამი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ რეფორმის ფონზე, რომელიც უკვე მომავალი წლიდან დაიწყება, ჩვენ როგორც უანგაროდ უნდა გავცეთ სისხლი, ასევე კლინიკებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ეს სისხლი სასწრაფოდ მოხდეს მათთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომელსაც თავის 24 საათის განმავლობაში თავის საქმიანობიდან გამომდინარე უცხოეთებს ახორებენ ქვეყანას და გააჩერეთ დიდებას. ჩვენ მადლობა თქვენ, რომ ჩვენს გვერდით ხართ და თქვენთან ერთად ერთად დასაჭიროებთ. ჩვენი ინსტიტუტი ცნობილი იყო როგორც მაღალი პროფესიონალური კადრების მქონე დაწესებულება. ეს კადრები ქმნიდნენ, იყო მორფოლოგიური კადრები, იყო ექიმები, რომლებიც იყვნენ სკოლების წარმომადგენელი. ეს იყო მორფოლოგთა დიდი სკოლა. შეიცვალა ფორმაციას ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ინსტიტუტიც დადგა რაღაც საშიშროების წინაშე, რომ შეიძლება ეს დანგრეულიყო, აღარ ყოფილიყო ინსტიტუტი. მაგრამ ქალბატონმა ნატო პანტალიანმა თავისი ფრთის ქვეშ აგვიყვანა, გადაგვარჩინა. მახსოვს, აი ზუსტად ეს პერიოდი იყო 2023 წლის 24-25 დეკემბერი იყო, როდესაც გვითხრეს, რომ თქვენ აქ ვეღარ იქნებით იქ, სადაც ჩვენ ვიყავით. და ქალბატონმა ნატომ ერთ კვირაში ისე რომ წვეთ არ მომხდარა. ჩვენ ავადმყოფების მიღებაში, მათ გასტუმრებაში წვეთ არ მომხდარა 3 იანვარს უკვე ინსტიტუტი გახსნილი იყო. მე ვისურვებდი, რომ ჩვენმა ინსტიტუტმა იგივე ტრადიციებით, რომელიც ჩვენ გვასწავლეს ჩვენმა პედაგოგებმა, ჩვენმა მასწავლებლებმა იგივე ტრადიციებით გააგრძელოს არსებობა და დიდხანს იყოს. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო სისხლის ბანკს ამ დაფასებისთვის. ვთვლი, რომ ტელეკომპანია იმედი უმაღლეს დონეზე ითავისებს თავის სოციალურ პასუხისმგებლობას და ჩვენ თითქმის ყოველთვის მხარდამჭერები ვართ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში და ვთვლი, რომ არა მხოლოდ ტელეკომპანია იმედი, ზოგადად ყველა საზოგადოების წევრის და ყველა ორგანიზაციის საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის მხარდაჭერა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. შეგვიძლია მიხვიდე და იმის
სიტუაციაში ეს ადამიანი ორია უანგარო თაბარები და ეს ბატონი დაისმა პრასის ვიდა საბავშვოდ გადავწევ ესენი არიან ინჟინერები, სტუდენტები, ექიმები, მომავალი რომლის თავისუფლებაში. We are very honored to be here today and thank you so much Mrs. Natalia for inviting us on this occasion. We will be supporting the cause of blood donation in future also, and more Indian students and Indian people will donate blood, and thank you so much. Მაქვს დიდი პატივი და ბედნიერება დღეს ვიყო წარმოდგენილი ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი სამტრედიას სახელით. მინდა მადლობა გადავუხადო კალბატონ ნატალია კვანტალიანს ჩვენი დაწესებულების მხარდაჭერისათვის და გვერდში დგომისათვის. სისხლის ბანკი სამტრედიაში 2016 წლიდან ფუნქციონირებს და ეს კალბატონ ნატალიამ აღადგინა. 2016 წლიდან დღევანდელ დღემდე ჩვენმა დაწესებულებამ 18000 სისხლის დონაცია განახორციელა, რამაც მოუხდა საშუალება 18000 ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნების. ორგანიზმია, რომელიც დაცილება ახალ კაბოდონი დამჯერაშიებოია და მეგობრული შემოქმედება არტაგიჭარებულად შეიძლება ჩაითავოს. ასევე ხარისხის აისოს გაზეთები. Sometimes,